მოგესალმებით ყველას და გთავაზობ დღის განმავლობაში მსოფლიო შოუ-ბიზნესის სამყაროში მომხდარ სიახლეებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული სიახლეებით დავიწყოთ. შემდეგ კი უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. კლუბ ნუანუაში რიო კარნავალისათვის იწყება მზადება. როგორც გახსოვთ, რიო კარნავალი ამ კლუბში შარშანაც გაიმართა. ძალიან პოპულარობით ისარგებლა პირველმა კარნავალმა, ამიტომაც მეორეც გადავწყვიტეთ. და მესამე და ასე გაგრძელდება ყოველთვის, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე სახალისო და ყველაზე მეტად ხალხს რაც მოსწონს სფერები, ბრაზილიური რიტმები, ეს არ არსებობს ადამიანი, რომელიც გულგრილი იყოს ამ ყველაფრის მიმართ. თავარი ძალა კარნავალის არის მერაბ სანოძე და კოკა აბზიანიძე, ეს არის რიტმ სექცია, წელს გაძლიერებულია, მეტი პერკუსიები და აქცენტი პერკუსიებზე იქნება. Ты всё подумай, как канал и так далее. Расскажи мне, да? სიურპრიზი ის გვაქვს მაყურებლისთვის, რომ მოცეკვავე გოგონები იქნებიან შიშვლები. ეს ბუმბულებით, ყველა აქსესუარით, ისინი ვინაიდან 3 დღის განმავლობაში ჩვენთან უნდა იყოს ბრაზილია, ამიტომ ჩვენც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბრაზილიას მივახლოვდეთ. სამი დღის განმავლობაში კლუბში არ შეჩერდება ბრაზილიური რიტმები, დილამდე 3 დღის განმავლობაში იქნება კარნავალი. ყველა მსურველი 3 დღის განმავლობაში ყველა დაკმაყოფილდება აქსესუარებით, ეს არის გირლანდები და სამაჯურებით, ასევე ფლუორესცენტული გრიმით, რომელიც სპეციალურ განათებაზე ეფექტს აძლევს და ანათებს. ვურჩევთ, რომ დროზე მოვიდნენ 10-ისთვის, რომ ყველა მოასწროს პროგრამის დაწყებამდე მოხატვა. ყველას მოვუწოდებ ჩვენთან მოსვლის მსურველებს, რომ არ ჩაიცვან ზამთრულად, ანუ როგორც ახლა მემაცვიათ, ეს ჯემპრი, ეს არაფრით არ შეიძლება, ან მოვიდნენ როგორც ზაფხულში. აი ეს ჩვენთან იქნება ზაფხული ამ 3 დღის განმავლობაში, ამიტომ მეტი სიშიშვლე, ჩაიცვან ჭრელი ფერები, უნდა დომინირებდეს ჭრელი ყოველ შემთხვევაში და არა შავი. და ჩვენი დევიზია მეტი ფერები და მესამე, რომ რაც შეიძლება თავისუფლად მოიქცნენ, ყველა არ შეეშინდეთ კამერების, ტელევიზიების და ასე შემდეგ, ანუ ყველა მიხალისოს და ბოლომდე იხალისოს ჩვენთან ერთად. სასტუმრო მარიოტში გაიხსნა გალერეა ასეთი სახელწოდებით, ელიტარული გალერეა. გახსნით გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა თაობის მხატვართა ნამუშევრები, ფერწერული ტილოები, გრაფიკა, გობელენები და ასე შემდეგ. გალერეაში წარმოდგენილია ქართველი თანამედროვე მხატვრობის ნამუშევრები. და აქ მონაწილეობას იღებს 35 მხატვარი დღევანდელ დღეს, მაგრამ ეს ჩვენ არ ვიფარგლებით ამ რიცხვით, ასე ვთქვათ, მხატვრების ამ რიცხვით, რადგან ჩვენ დასასიხარულოდ ყავს უამრავი ნიჭიერი მხატვარი და პერიოდულად გვექნება ჩვენ განახლებები, რაც მოგცემს საშუალებას გამოვავლინოთ და გამოვფინოთ ყველა სხვა მხატვრის ნამუშევარი. ჩვენი სპეციფიკა ხელი შევუწყოთ, თუნდაც იმ ახალგაზრდა მხატვრებს, რომელსაც ნამდვილად ჭირდებათ თანადგომა. რაც უფრო მეტი გალერეა გაიხსნება, მეტ უკეთესია. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცნაირად ქვეყანაში უფრო სტაბილური სიტუაცია და რეალურად რაღაცა ნაბიჯებს გვაქვს ჭეშმარიტი ესთეტიკისაკენ და ჭეშმარიტი ხელოვნებისაკენ.
არ ვიცი რამდენად გაამართლებს ეს გალერეა, მაგრამ თავისთავად წამოწყება არის ძალიან კარგი და ძალიან სერიოზული. მით უმეტეს მიბმული არის კონკრეტულ ადგილთან, კონკრეტულ გარემოსთან და კონკრეტულ დაწესებულებასთან. ამ შემთხვევაში მერიოცია, ხო, ლაპარაკი. აქ იქნება წარმოდგენილი მრავალფეროვნად ჩვენი ქართული მხატვრობა და ექნება საზოგადოებას შეაფასოს და გაეცნოს თუნდაც ახალ ქმნილებებს და ახალ ტილოებს. ბატონი რეზო გაბრიაძე აქტიურად განაგრძობს შემოქმედებით მოღვაწეობას. მან საზოგადოებას თავისი ახალი კრებული გააცნო. მეორე წელს აიღებს უკვე იგივეა, მაგრამ ხოიც ორიგინალები. დიდი ხანია, მე საერთოდ დიდი ხანია მშობ. დაახლოებით 50 წელიწადია ხელოვნებაში ვარ და წერ რაღაცებს. მერე მავიწყდება, მერე დაიკარგება, მერე შემხდება ის. როგორც თქვენთან სახში. ახალგაზრდებმა გაახსნეს წიგნის კუთხე თეატრში, რაც აუცილებელია ყველა თეატრისათვის. აუცილებელია, იმიტომ რომ წიგნის კუთხე, წიგნი და თეატრი ერთ კომპლექსში უნდა განვიხილოთ. დღეს მერე თბილისში კიდევ ერთი ადგილი გაჩნდება, სადაც ადამიანს შეუძლია მოვიდეს, წაიკითხოს ძალიან სასიამოვნო წიგნი, თუ კარგი წიგნები, თუ აქვს სურვილი და შესაძლებლობა შეიძინოს ისინი, თუ არა აქვს, წაიღოს ცოტა ხნით ისე უფასოდ სახში, წაიკითხოს და მერე დაგვიბრუნოს, იმედი არ დაგვიკარგავს. მოარული შეკითხვა, რომ ვინ არის ბატონი რეზო გაბრიაძე, რეჟისორია, სცენარისტია, მხატვარია, მოქანდაკეა, თუ რა, ყველამ კარგად იცით, რომ მისი სკულპტურული ნამუშევრები დადგმულია სხვადასხვა ქალაქებში, მისი პერსონალური გამოფენებია მოწყობილი სხვადასხვა ქვეყნებში, მისი ნამუშევრები, ფერწერა და გრაფიკა ინახება, რა ვიცი, იაპონიაში, იტალიაში, საფრანგეთში, რუსეთში, მუზეუმებში, აქ, მაგრამ როგორც დრო მაჩვენა, თავარი მაინც მის ცხოვრებაში და მის შემოქმედებაში არის ის, რომ ბატონი რეზო არის მწერალი რა, რომ მას აქვს ესეთი პროზა და მას შეუძლია ესეთი სახეების გამოძერწვა რა. ეს წიგნი არის სწორედ ცდელობა იმის მისი რჩეულის რაღაცნაირად ამ ეტაპზე მისი რჩეულის ერთიანად წარდგენა მკითხველისთვის, რაც შეიძლება ისეთი ფორმით, როგორც თვათ შეეფერება ყველაზე კარგად ბატონ რეზო გაბრიაძის მოთხრობებს. ქართველი კულინარი ოსკარის პრიზით ჯილდოვდება. ხოლო საუბარია არა უმაღლეს კინოპრემიაზე, არამედ ამერიკის ღვინისა და კულინარიის აკადემიის პრიზზე, რომლის წევრიც გახლავთ რესტორან მარკო პოლოს შეფპოვარი ბატონი თენგიზ ჩიღვინაძე. ბატონმა თენგიზმა 50 წლის იუბილე ახლობლების წრეში აღნიშნა. იუბილეზე ყველა კერძი მისი მომზადებული იყო. პირველ რიგში ულოცავ იუბილეის დაბადების დღეს. მე შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ ამ დაწესებულებაში ასე გავარ, ძალიან ხშირად ვარ მეგობრების წრეში. და ეს ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ გემრიელად მივირთმევთ ხოლმე. ხო? ეს სამის ყველაფრის დამნაშავე არის ჩვენი იუბილეარი დღევანდელი. ცხოვრების ძალიან რაღაცა გარკვეული პერიოდი მიაქვს საკვების მიღებას.
და ეს საკვები, რაც უფრო ლამაზია ესთეტიურად, მით უფრო გემრიელი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ესთეტებისთვის, ხელოვანი ხალხისთვის ეს ნამდვილად ასეა. პირველ რიგში მე მინდა ბატონ ჯუბერ ბერაძეს გადავუხადო მადლობა, რომ ასეთი საღამო გამიგეთა და ჩემი დამსახურება გამოჩნდა. დანარჩენი კულინარია ჩემთვის ყველაფერი არის. მე 35 წელია მუშაობ ამ კულინარიაზე. ამერიკაში ვაშინგტონის კულინართა აკადემიის მედალი, მაგდა ოსკარი. ამერიკას. კულინარიაში რა, ქართული საჭმელები გავაკეთე და გადმომცეს. და იმათთან მზარეულობდნენ და მუშაობდნენ. ის ადამიანები, ვინც გემრიელ საჭმელს ამზადებენ, ყველაზე დიდი სიხარულია ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის. ასე რომ ულოცავ ადამიანს, რომელსაც ყველაზე კარგი ხელი აქვს და ყველაზე გემრიელ საჭმელებს აკეთებს. ძალიან მიხარია. ჩვენთვის ყველა საფისამორელი ბატონი ჯუბერ ბერაძე. და გაიქცა დარბაზი აპლოდისმენტები. მოგზაურობისათვის და მადლობა იმისათვის, რომ თქვენი სიყვარული და თქვენი პატივისცემა გამოხატეთ ბატონი თენგიზის მიერ. წიგნის სახპარნაში აკამორჩილაძემ თავის მკითხველს ახალი წიგნი გააცნო. წიგნის სათაურია სიმინდის რესპუბლიკა. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი. ეს ქართული ემიგრანტები, რომლებიც ცხოვრობენ ლონდონში და საქმიანობენ. ახლა ცხოვრობენ, ესე იგი თავგადასავლებიც აქვთ. არანაკლებ სიმძიმის ვიდრე ჩვენთან, მაგრამ ხდება ხოლმე რომ ყველაფერი უფრო კარგად თავდება ვიდრე თქვა სხვა ადგილას რო ხარ. ზოგი ცდილობს შეეგუოს, ზოგი ცდილობს არ შეეგუოს. ზოგი კვდება, ზოგი ცოცხლდება, ზოგი უყვარდება და ასე ცხოვრობენ. არ არის მაინდა-მაინც ტკბილი ცხოვრება, მძიმე ცხოვრება, მაგრამ ასეა, არის ეგრე. ეს არის რომანი ინგლისში მცხოვრებ ქართველებზე, ქართველ ემიგრანტებზე, ახალ ტალღაზე, თანამედროვე ემიგრანტების ტალღაზე. და არის, ისე როგორც გიოს ყველა ტექსტი ძალიან საინტერესო და სახალისო საკითხავია და ძალიან ხელმისაწვდომი ნებისმიერი ფენის მკითხველისათვის. მე მის პუბლიკაციებს ვადევნებდი თვალყურს ამას, როდესაც იბეჭდებოდა ცალ-ცალკე. და ეხლა მთლიანად წავიკითხავ, უმეცემა კიდევ საშუალება რომ მთლიანად წავიკითხო, ძალიან მიხარია და რა ვიცი, ყველა მისი, განსაკუთრებით მისი ყველა ახალი წიგნის ძალიან დიდი კომაგი ვარ და ძალიან გახარებული ვარ და ძალიან ბევრს გვაძლევს ჩვენ და ძალიან ბევრს ვსწავლობთ მისი წიგნებიდან.